მოგესალმებით ყველას. ვიღებთ მონაწილეობას დრაგის შეჯიბრზე, გამოვდიოთ 2 მანქანით, M6-ით ატმოსფერულ კლასში უკანა ვიდუში და F90 M5-ით კვადრო კლასში. M6-ზე შემექნა პრობლემა, ковშები მიდევს 2, მეტი დანარჩენი სტანდარტი მანქანაა და არ შეიძლება ковშებით გამოსვლაო ატმო კლასშიო და ეგ არ ვიცოდი, რეგლამენტი კიდე ვერ წამაკითხეს, რა ვიცი, 1 საათია რეგლამენტი ვითხოვრო, წამაკითხე საწერია მეთქი და ჯერ ვერ წამაკითხე, ალბათ წამაკითხე. სავარაუდოდ ამ მანქანით ვეღარ გამოვალ და გამოვალ მარტო M5-ით. შემოვედით დახურულ პარკში, სადაც მანქანას დაასტიკერებენ ორგანიზატორები თავისი სპონსორებით. დაასტიკერებენ ახლა და გადავალთ კვალიფიკაციის ზონაში, სადაც გავივლით კვალიფიკაციას. შეიძლება M6 ковშებზე რო იყო და რო არ მიშვებდნენ, შევთანხმდით დღეს კვალიფიკაციას ვივლი და ხვალ მოვალ ქარხნული სიდენეებით და გავაგრძელებ შეჯიბრზე ასპარეზობას. მადლობა ორგანიზატორებს ამ შანსისთვის. კვალიფიკაცია ვიარეთ 2 მანქანით. M5-ის დრო, ნორმალურია, ცუდი არ არის, კაი დროა. ოდნავ უკეთეს შეიძლება. M6 რაც შეეხება, საბურავმა რაღაცა ვერ იმუშავა კარგად და მაინც კაი დროში ვერ ვიარ. დღეს ვნახავთ სხვა საბურავს ვიჩალიჩებთ სლიკებს, მაგალითად რომ სლიკებით გამოვიდეთ, თორე ეს საბურავი ძალიან უაზროდ ბუქსაობს და კარგი დროს ვერ ვაჩვენებთ. ანუ მოსაგებად თუ არ მოსული ეს საბურავი არ გამოგვაძლევს. ნახოთ რა გამოგვია საბურავს როგორ ვიშოვით. ჩამოვედით წეროვანში, ჩემს სახელოსნოში. ვისაც გინდათ აკაურობის ლოკაცია ნახოთ, სულაო პერფორმანს ჩაწერეთ Google-ში და ამოგიგებთ ამ ადგილს, ვისაც აქ მოსვლა გინდათ. რაც შეეხება ახლა M6 დრაგთან დაკავშირებით, ჩამოვედით რომ ეს სიდენეები ამოვიღოთ და ჩავდოთ ქარხნულები, იმიტომ რომ არ შეიძლება რეგლამენტით
კოვშებით სიარული, დრაგზე გამოსვლა. ეხლა და გამიშვეს კვალიფიკაცია ვიარე, მაგრამ ხვალ ამ სიდენიებით არ გამიშვებენ. უნდა ჩავაყენო ქარხნული სიდენიები და გავიდე შეჯიბრზე. ისე არ შეიძლება. მე არ ვიცოდი, ჩამორჩენილი ვიყავ დიდი ხანია დრაგზე არ გავსულა და ადრე იყო რომ ორი ერთნაირი კოვშით გამოსვლა შეიძლებოდა. თურმე შეიცვალა და მე არ ვიცოდი რეგლამენტი არ წამიკითხია და ამიტომ მაგიტო იყო გაურკვევლობა რომ მთელი წივილკივილი და ჭუბები იყო იქ რომ გამომიშვით კოვშებით მეთქი და თურმე არ შეიძლება. ამიტომ ეხა შევცვლით და ხვალ წავდგებით ასპარეზზე ქარხნული სიდენიებით. ანუ ყველა მისის დინანის არის ყველაფერი თითქმის 600 ცხენი ზალა გძრავზე. ადრე ჩემს მაკაც ყავდა გიორგი ჩხიყვაძეს და მაშინ მაგ დროს რომ გავზომეთ 509 ცხენი ზალა ქონდა საბურავზე. იმის მერე არაფერი გაგვიკეთებია, არაფერი შეგვიცვლია და დინოზეც აღარ გაგვისინჯია რა. და ვაწყობ მეორე მანქანას, აგერ შიგნით არის რასპედლები რაზეც დავაყენე, გუშინ დავქოქე. ის უფრო ჩქარი მანქანა გამოვა, იქაც ყველაფერი დინანის აყენია, ფილტრები, ისინი დროსელები, შკივები, ჰამანის კოლექტორი აყენია იმას და დინანის ვიხლოპი. ცოტა ხანში ამასაც დავასრულებ. ცოტა ხანში ეს მანქანა DCT-ზე გაიმართება, ეხლა SMG არის, მაგრამ ცოტა ხანში DCT-ს ვგეგმავთ. ჯერ მინდოდა რასპედლები დამეყენებინა და მერე DCT და რასპედლები უკვე აყენია. მოკლედ ეხლა ეს არის დაშლ ვარიანტში, დავქოქე ვამუშავე, მაინტერესებდა რამე პრობლემა ხوار შეექნებოდა, იმიტომ რომ დიდი კულაჩოკები ან რასპედლები დავაყენე და რამე პრობლემა არ ქონოდა. დავქოქე ვამუშავე, რავი, ნორმალურად კარგად მუშაობს, დანარჩენი უნდა ავაწყო და მერე პროგრამულად გავმართოთ ამ დიდ რასპედლებზე. დიდი მადლობა რასპედლებისთვის რეზის და სახელი დამავიწა ბოუბის კამი არის, მაიცა სტიკერი მაქვს, ესენი არიან. Facebook-იც აქვთ, Instagram-იც აქვთ. დიდი მადლობა ამათ რასპედლებისთვის. ბევრს აქვს ესენი საბერძნეთში არიან და ბევრს უყენიათ უკვე მაგათი გაკეთებული რასპედლები და ძალიან დიდი კმაყოფილები არიან. 10 ცილინდრიანზე რავი, საქართველოს ჯერ არავის არ გაუკეთებია რასპედლები. ნახოთ რა გამოვა და რა შედეგს დადებს. წესით ბევრად მაგრა უნდა იაროს ვიდრე არის. ზომებს რაც შეეხება, არ მახსოვს ზუსტად ზომები, შრიკის stage 1 რაც არის, იმაზე ოდნავ დიდი რასპედლები არის. შეგვეძლო კიდევ უფრო დიდი გაგვეკეთებინა, მაგრამ ჯერ საცდელად ეს ვერსია გავაკეთეთ. ცოტა ხანში გალოკები უნდა შევცვალო, პორტირებული გალოკები მაქვს გამზადებული. ირაკლი გერმისაშვილმა გააკეთა და იმ გალოკებზე მე რო დავაყენოთ უფრო დიდი რასპედლები. ჯერჯერობით საცდელი ვერსია ეს, რა გამოვა, რა შედეგს დადებს და მე რო უფრო ძლიერს დავაყენებთ და ბევრად მეტი ცხენი გვექნება, ვიდრე არის. ამას ქონდა 511 ცხენი ზალა ქონდა საბურავზე მანამდე. იმის მერე 511 რო ქონდა დავაყენეთ დინანის დროსელები, დინანის ფილტრები და დინანის შკივი. იმის მერე დინოზე აღარ ყოლია, არ ვიცი რა შედეგი ქონდა. სიარულით მაგრა დადიოდა. 7/2-ში მაქვს ნასიარულები. ხიდი მიყენი ამაზე ოდნავ მოკლე 391 და ეგ ხიდი ძალიან დიდ როლს ასრულებს აჩქარებაში. ცოტა ხანში დავასრულებთ პროგრამულათაც და მერე ახლო მომავალში DCT-ს შემოგთავაზებ და ეს წესით იქნება ძალიან ჩქარი 10 ცილინდრიანი საქართველოში. ნახოთ რა გამოვა. უდე დამეხმარო გოგო. მიდი კლუჩი მომიტანი და მოგახსნევინებ ახლა. ერთი სიდენია. აი რამ სუბუქია. სიდენიებში არის დიდი სხვაობა წონაში რა, ქარხნული სიდენიები კაი მძიმე არის და ესეც კაი შედეგს იძლევა, მაგრამ არ შეიძლება. რაც არის ისე უნდა გავაკეთოთ რეგლამენტში, რაც წერია ისე უნდა ვქნათ. მოუხსენით მეორე სიდენიას და უნდა ამოვიხოთ. ესეც ჩვენი მეორე ეგრეთ წოდებული სპორტული სიდენია. კოვში. არის აი ძალიან მსუბუქები რა, ერთი ხელით ჩვეულებრივად აწე. სტანდარტ სიდენიები კიდე იმდენად მძიმე არის, რომ აი ერთი ხელით ვერ აწე. აი ხა მოიტანენ სახში აქვს დადებული სიდენი, მოიტანენ იმ სიდენიებს და განახებთ ვიზუალურად როგორი მძიმე არის. წონის კულიჯი წონა არა მაქვს რომ ავწონო და გაჩვენოთ რა წონაა, მაგრამ ძალიან მძიმე არის ამ სიდენიებთან შედარებით. დავუშინენელა დაბლა, აწივა. ერთ სიდენია დაუჭირეთ, ეხლა მეორეს ვაყენებთ და всё. არის მანქანა აწყობილი ქარხნულ მდგომარეობაში. ეს არის აგერ რა, ერთი ხელით ავწევ და ესეთი მძიმე არის რომ უიმედედა. ორი ხელითაც მიდირს აწევა, იმ ხელას ყოფა წონაში.
გამარჯობათ, დღეს კვირადღე არის, გათენდა, მოვედით ორივე მანქანით. M5 აქ დავტოვეთ, ამას პრობლემა არ ქონდა და დავტოვეთ აქ და ეხლა ჩამოვაკითხეთ. M6-ზე კიდე გითხარით, სიდენიები რაღაცები შევცვალეთ და საბურავებით შევცვალეთ. ნახოთ რა გამოგვივა. ეხლა რაღაც ჩავასწორეთ კაროკაში M5-ზე სტარტის ვარიანტი და იმ ხელა გადატვირთვა ქონდა და თავი ამტკივა, ეგ მომაწვა წნევაში. ეს არის შალიკაშვილის GM Tuning-ში აწყობილი მანქანა, Hayabusa-ს რა ვიჩადეს Smart-ში. რაგზე არ გამოვავით. კიდე სპირტსაც ხავენ. მე კიდე ვარ პრემიუმით მოსული და სპირტის გარეშე. მოკლედ ეხლა იწყება B-კლასი, გადავიდეთ საყურებლად. B-კლასი რომ მორჩება, მე იქნება ოფიციალური გახსნა და მე დაიწყება ჩვენი კლასების შეჯიბრი. გადავიდეთ ეხლა და უყუროთ ერთად ყველამ როგორ მიმდინარეობს B-კლასში შეჯიბრება და ვინ მოიგებს. ყოველთვის შეჯიბრის წინ ვდგევა ხოლმე შუქნიშანს და უყურებ, თვალში ვიმახსოვრებ რა ინტენსივობით ირთვება შუქნიშანი, რომ ზუსტად წავიდე სტარტზე. ზუსტად 0-0-ში. და მეც ახლა ვდგევარ და უყურებ რა, ვიმახსოვრებ, თავში ვიბეჭდავ. წვანე. კონკურენტი არ ყავდა და მარტო გავიდა. ეხლა იწყება ოფიციალური გახსნა. აქუდა ჩავლაგდეთ მანქანები, მონაწილეები ვინც არიან, ყველა აქუდა დავლაგდეთ. ოფიციალური გახსნა იქნება, რაღაც დრიფტის ელემენტები, სავარაუდოდ რაღაცები იქნება და მერე გაიხსნება, დაიწყება სავარაუდოდ ატმო კლასით, უკანა ვიდუშის ატმო კლასით. ნახოთ, რა ღონისძიება არის დაგეგმილი და როგორ გახსნიან შეჯიბრს. ეხლა მე ვასწავლი BMW-ს როგორ და გაასწროს და ეს მასწავლის Mercedes-ს როგორ და გაასწროს. აქეთ იქით 60 შუაში 12 და 9-ში დადიხარ, ვის უნდა გაასწრო. 12 და 1-ში დავდივარ ძმაო. ცუდი საბურავით. ეხლა ვნახოთ რა იქნება. აი, 12 და 2. ბიჭო, ხო იცი აბანო აქ არის. აქ არის შუქნიშანი. დაგუგლო ხოლმე, აქ ხო იცი? აქ არის შუქნიშანი რა. როდის დაძრავ? თორე იარეთ 13 წამში. ფეხს როგორ მიაჭერ. რეაქცია როგორი გექნება, როგორ მოგიჭერს ერთი ადგილი. აი, აქ რა უნდა მოგიჭიროს. რა უნდა მოგიჭიროს? რა გავიგე. აუ, დრიფტი კი არ არის, შეჭრა მოწე და ესე იარო. აი, შეხედე, მე სულავა. 1 და 8 ტოძოთ იყოს, ისე ნათრევი, რომ მო კორპუსზე მეტი ვერ ამომიღო. ბუქშირით მათვია რა. იმინა გამოდიოდა, მაგრამ ვერა. თქვენი დრაგის საფაურო ყველა. მანქანები არც ეს არ გიწყობს. დაუ ტექნიკ გავტრაკ. მაგრა გარბის პოზიცია, მაგრა გარბის. ხურას მოგცემ, გინდა ერთი ნაბიჯი წინ დაგაყენე. ხუცოს რა უქნა, იცი დღეს? იგოს ხუცოს იცი რა ერთი უქნა. ნაბიჯი წინ ვაყენე. მაგრა გაგასწრებს, შანსი არა. 1 2 3 ორზე გაიქცაი, ის კიდე ორზე გაიქცაი. მაინც გაასწრო. ეგა მაგლია ხა ვიღაც ბევაში გმამათრიოს ბიჭო. აბარა. მოვიჭრია ბიჭო. მოდი გამიჭე. მოკლედ აქ დალაგდება ეხა მანქანები, გავემზადებით და ცოტა ხანში სტარტს მოგცემენ და გავალთ. პირველი იწყება ატმო კლასი, უკანა ვიდუშით ატმო კლასი, რომელთაც გამოდივართ M6-ით. ამით და გავიდეთ. საკვალიფიკაციო დრო ქონდა მე-4 დრო,
პირველი კონკურენტი როგორც ვნახეთ, C-კლასია 63 AMG ატმოსფერულიდან. იმედია გავასწრებ 63 AMG-ს და არ წავაგებ და არ შევრცხები Mercedes-თან. შემოაჭრა ეგრევე. ჩაისვარა. ვერ გაიარა. მოგება ცოტა რთული არის, მაგრამ შევეცდები. მონსტრებში ვარ და რა გავაკეთე? ეს ამბობს რამდენი წელიწადი არის ეგ? რომელი? M6 ბოლოს 1-5 წლის წინ გავზომეთ და 509 ქონდა საბურავზე. სადღაც 600-ცხენი ზალამდეა, მაგრამ იმის მერე არ გაგვიზომე, რავი, დადის, პრობლემა არ აქვს და სავარაუდოდ იგივე ცხენი ექნება რა. და მოლოდინი რა? მოლოდინი, რა ვიცი, კორვეტი C8 არის ჩვენ კლასში, ძალიან მაგრადაც ის მანქანა ქარხნად უწერიათ 11 და 3 აჩქარება როგორც მახსოვს. ეხა დაჟე სლიკები დააყენეს და სპირტიც კი ჩაასხეს და მაგ დროში მე ვერ ვილი. შანსი არ მაქვს, მაგრამ დრო არ არის, აქ უკვე რეაქცია არის რა. რეაქცია და მძღოლი და. როგორ გაიქცევი და როგორ გამოგეკიდება და თუ დაეძინა სტარტზე შეიძლება მოვიგო კიდევაც. წარმატებები. გაიხარე, დიდი მადლობა. დავай, მიდი ესე მიდი. დავარია ვინ დადებს? მოუნდა, ვადი შეჭება. დავით. 1 2 3 ორი ხელით რო იყოს მასშტაბი. შეტან აღარ მოკლედ ეხა გამოვედი უკანავი დუშებში, ატმოში, თავიდან საბურავი რაღაცა შევცვალე, ყველაფერი მოვაგვარე, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ ვქენი რაღაცა სტარტის დროს გაიგუდა, მანქანა აღარ წავიდა და ნუ მოკლედ წავაგე. ატმოკლასში ვეღარ გამოდივარ, წავაგე Mercedes-თან, რაც ყველაზე მთავარი არის. გავაგზელებ ასპარეზობას კვადრო კლასში და ვნახოთ იქ რა მოხდება რა. უკანავი დუშებში დღეს ვერაფერი ვერ ვქენი სამწუხაროდ. წავაგე ყველაზე ისეთ მანქანას და რაცანაც არ უნდა წამეგო. ხდება, ხანისია, ხანესია. ეხლა ვისი გეშინია რომ ვისთვის ყველაზე ძლიერ კონკურენტად რომელსაც თანაც სათულოა გავხონ თუ არა ორი ძლიერი კონკურენტი გამომატა და M4 ძრავი გაუფუჭდა და ბუბუ გამოვარდა, ხო ბუბუ ვერ დაძრა და ორი სერიოზული კონკურენტი გამომატა. ერთი დარჩა ეხა ტატო. ეხა პირველი დადგომა მიწევს M8-სთან. M8-ს თუ გავასწარე, მე რო ხვდები ტატოს ნახევარფინალში. ნუ ყველა ვარიანტში ტატოსაც გაუფუჭდება, არ გაუფუჭდება, გამასწრებს. მაგრად და მე მომიწევს მესამე ადგილზე ჭიდაობა ქოროღლიშვილში. მან რაღაცა შანსი მაქვს ცოტა. ნახოთ. არის შანსი რომ მესამე ადგილზე გავიდე. თუ მოხდა სასწაული და
არ გაუგრძნო სტატუს მანქანა იაროს კარგად, არ უსურებ გაფუჭებას, თუ მოხდა რაღაცა, მეორე ადგილზეც შემიძლია გავუჭირო. ხო, ტატო ძალიან მაგრად არის. ძალიან ჩქარი მანქანა ყავს სტატუს, ძალიან. ხო, უშინაც სად არის ტატო? ყველა უშანსო თორ სტატუს მანქანასთან. შანსი არ გვაქვს არავის. აი, მას კი ჩაიძახი მე. ააფერი ვღადაო, კაცო, ვღადაო. დღეს აღადაო თორე. მართლა არ გამოდი ხარ? დად. მე დამით მოსპარი. ეგრე გამოსულიყო, ეხა უდა გვეჭიდავა და. ორი გიგანტი შეიძლება. ვარ გვეჭიდავა დამით, მაგრამ მოდი ეხა შენ გამოდიო, მე არ გამოვარო და ისე ვარ. ერთ მთაზე ორს არ შეუძლია. ეგეთ როცა ის არის მე არა, როცა მე ვარ ის არა. ანუ ერთმანეთის აწის მე მოიქნები და აღარ იქნება. ისე თქვენი ჯახი საკმაოდ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ BMW-ს წარმომადგენლები სხვადასხვა კლასის. მე მონსტრებში ვარ, ეს კვადროებში. ეხლა ვაგზელებთ ასპარეზობას კვადრო კლასში, ნახოთ ამაში იქნებ გაგვიმართლოს. იქ არ გაგვიმართლა და რაღაცა მარტივი რაღაცის გამო ვერ ვქენი ვერაფერი. იქნებ აქ მაინც გაგვიმართლა. საბოლოში გამია. ტატომ ისეთი გამიარა ფინიშთან, ისეთი გამიარა რომ რა ვიცი. ძალიან ჩქარი მანქანა ყავს. ესე იგი აბსოლუტ კვადრო კლასში მივიღე მესამე ადგილი, მესამეზე გავედი. ილოცა. მადლობა. მე პირველი მინდოდა მომწონს. მეც მინდოდა, მაგრამ ეგრე გამოვიდა რა. მადლობა ბიჭებო. დავიკავე მესამე ადგილი. ცოტა უკმაყოფილო ვარ, უფრო კარგი შემეძლო, მაგრამ ტატოს ისეთი ჩქარი მანქანა ყავს, რომ შანსი არ ქონდა არაფერს მაგის გასწრების. ერთი თუ გაუფუშტებოდა, ან ვერ დაძრავდა რა. ერთი გავასწარი, ვერ დაძრა და მაგიტო, თორე ეგ გასწრება არ არის. ხო და გავედი მესამე ადგილზე. უკანა ვიდუშიკე და ისეთი შტერობის გამო წავაგე და ისეთი უბედურების გამო წავაგე, რომ რო უთხრა ვიღაცას სასაცილო ვიქნები და ნუ რა აზრი აქვს, წავაგე Mercedes-მა გამასწრა. შემდეგში უფრო სხვანაირად გავემზადები. რაც შეეხება M5-ის პროგრამულ უზრუნველყოფას, ეს ყველაფერი გავიკეთა გიგა ჟორჟოლიანმა, ვისაც მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მანქანა სულ სტაბილურად ერთი და იგივე დროში დადიოდა. სიცხე იყო, სიცივე იყო, თუ რა იყო, სულ ერთნაირად 10-2-ში, 10-1-ში დადიოდა სტაბილურად. დიდი მადლობა გიგას ესეთი კარგი შედეგისთვის. მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია პროგრამისთვის, იმიტომ რომ ჯერ არ გვაქვს დასრულებული ეს პროგრამა, ცოტა ხანში კიდე
მოუმატებს და ამ ყველაფერს აკეთებს გიგა, რისთვისაც დიდი მადლობა. ეხლა დაველოდოთ დაჯილდოებას და ვიდეოებს მე შემოგთავაზებთ, კაი შევკრავთ ერთად ვიდეოებს და შემოგთავაზებთ კაი ვიდეოებს. ახლა